პარლამენტში წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ კიდევ ერთ ბიზნესმენს მოусმინეს დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ამჯერად ჯუმბერ ბუზოლაძე მივიდა, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს ქონების კერძოდ ავტომობილების წართმევაში ადანაშაულებს. მისი მონაყოლის მიხედვით დუბაიდან ჩამოყვანილი და ავტოსადგომზე გასაყიდად გატანილი მანქანები შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და სოდის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ მიითვისეს. წლების წინ ბიზნესმენი საქართველოში მოპარული მანქანების ჩამოყვანის ბრალდებით ციხეშიც მოხვდა. კონკრეტული მასალებით წარდგა კომისიის წინაშე მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურიაც. პოლიტიკოსი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით სახელმწიფო და კერძო პირთა ქონების მითვისების ხარჯზე გამდიდრებაში ადანაშაულებს და კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და მოქალაქეთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები. ამ საკითხებზე დღეს დამატებითი ინფორმაცია დროებით საგამოძიებო კომისიას მეშვიდე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ და დაზარალებულმა ბიზნესმენმა ჯუმბერ ბუზალაძემ მიაწოდეს. ჯონდი ბაღათურიას განმარტებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით დასტურდება, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამდიდრდა. როგორც ბაღათურია აცხადებს, ექს-პრეზიდენტმა ქონების დიდი ნაწილი აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაირეგისტრირა და სიმდიდრე ძირითადად სახელმწიფოს და მოქალაქეების ქონებების უკანონოდ ჩამორთმევით დააგროვა. მისი თქმით, კორუფციულ გარიგებებში სააკაშვილთან ერთად ოჯახის წევრები, კონკრეტულად მეუღლე სანდრა რულოვსი, დედა გიული ალასანია და სააკაშვილის სიდედრიც ფიგურირებდნენ. ბაღათურიას განცხადებით სახეზე იყო სისტემური დანაშაული, რადგან ყოფილი პრეზიდენტის კორუფციული გარიგების გადაფარვაში ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის საჯარო რეესტრი და მედიაც მონაწილეობდა. ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე აქცენტი განათლების სფეროში გიული ალასანიას ბიზნესზეც გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილის დედამ შვილის დახმარებით განათლების სფეროს ყველა საფეხურზე მონოპოლია ხელოვნურად შექმნა, რის შედეგადაც სწავლის საფასური გაიზარდა. 2004 წელს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს არის პირველი დეკლარაცია, რომელიც მან შეავსო. ქონება სულ საბანკო ანგარიშებიანად იყო 123,210 ლარი. მისი პრეზიდენტობის დასასრულს ჯამში მისი ქონება იყო 1,279,067 ლარი. მისი პრეზიდენტობის დროს არის რეგისტრირებული ეს, ასე იგი, უნივერსიტეტი. შპს საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს შემდგომში სხვა ბიზნეს კომპანიებს და ქსელი არის მონოპოლიური. ჯონდი ბაღათურიას კომისიის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის ის სხდომაც შეახსენეს, როდესაც ოჯახურ კორუფციაზე მის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დროებით დატოვა. ბაღათურიას თქმით, მისი კითხვა ბალნეოლოგიურ კურორტთან დაკავშირებით მის მამას ეხებოდა, რამაც სააკაშვილი გააღიზიანა და პარლამენტის სხდომაზე ელჩების თვალწინ ღიად დაემუქრა. ანგარიშის წარსადგენად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მობრძანებულმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც თქვენ მას დაუსვით რეალური კითხვები მისი ოჯახის, მისი დედის, მისი კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, ის დარბაზიდან გაიქცა. ბალნეოლოგიურ ინსტიტუტთან დაკავშირებით ამაზე არაფერი გითქვიათ და მიშას გაფსიხება და გავარდნა პარლამენტიდან და მუქარები ღია ეთერში ესეთი მუქარა პარლამენტის წევრის მიმართ, აი მე არ ვიცი მსოფლიოს ისტორიას დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენელია. ღიად იმუქრებოდა პარლამენტის სხდომაზე. მე მახსოვს მაშინ ელჩების მოწვევის პრაქტიკა იყო ასეთი და ჯონბასი იყო მაშინ შეერთებული შტატების ელჩი, ყბა ჩამოვარდნილი ქონდა, გაოცებული იყო. სპეცდანაშაულების რაზმი შემოიყვანეს პარლამენტის დარბაზში. მე მგონი ამის დასაწყნარებლად რაღაცა რო არ ჩაედინა. მაგათი წევრი მეუბნებოდა, რომ ბოკერია მოაბრუნაო. ანუ ბოკერია უხსნიდა მას, რომ სად გამოვყოთ თავი, რომ ჯონდიმ გაგაქცია დარბაზიდან. ჯონდი ბაღათურიას შემდეგ საგამოძიებო კომისიის წევრებმა დაზარალებულ ბიზნესმენს ჯუმბერ ბუზალაძეს მოусმინეს, რომელსაც 2005 წელს ავტომობილების ბიზნესი ჰქონდა და კრედიტით ძვირადღირებული მანქანები დუბაიდან შემოჰყავდა. დაზარალებულის თქმით, მაშინდელი სოდის ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მანქანები მათი მეუღლეებისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანისთვის და თამარ სალაყაიასთვის ჩამოართვეს, რის შემდეგაც ჯუმბერ ბუზალაძე ცრუბრალდებით 1 წლით ციხეში მოხვდა, სადაც ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. ჩამომართვეს გასაღებები, არა, მეთქი რაშია საქმე.
აგე საბუთები, აგე ინდოესი, აგე გავაბაში კიდევ. არა, სულ შევამოწმოთ. სოდი იყო, წინა მხარეს უხენია ორივე. უყურებ ჩემ მაგარებს გული გამისხდება. მოდის ბატონი მერაბიშვილი, ხა და მოეწონა და გადაუსვა ხელი და ეცინება იქ ერთ მაგარესაც მეორესაც. მეუღლესთვის უნდა და თოდუასკარ კოდუასკი და ნანუკასთვის. ნანუკა შემოვიდა გამოძიების დროს, შემოვარდა ორი ოპერატორით, გადამიღო, რომელმაც გამომაცხადა მე რუსთავის ტელევიზიაში, რომ ვარითო მიაკუზეს მაფიოსთა შეკრული. ცოლისთვის როგორც ჩანს ყველაფერი იყო დაშვებული და ამ ცოლმა, რომელიც დღეს ბევრს კაკანებს, ცდილობს ქვეყანაში მავნებლობები და რევოლუციები დააფინანსოს წარუმატებლად. ახალგაზრდებმა რო კარგად მოისმინონ, ვინც ნანული ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანებს მიირთმევენ ქუჩაში, რომ თქვენ გაგაუბედურათ ამ ოჯახმა. თეატრულუკიანის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი მტკიცებით მანქანა მას არ ეკუთვნოდა და მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე ჩამორთმეულ და სახელმწიფო ბალანსზე მყოფ მისი ყოფილი მეუღლის მანქანაში იჯდა. კომისიას, რომელსაც უნდა მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა დაესრულებინა, დავიდა იქამდე, რომ აწარმოებს გამოძიებას იმაზე კი არა ნაცებმა რა გააკეთეს, არამედ იმაზე ნანულა უხრა თუ ნანუკა. თუ ინტერპოლი ითხოვდა მანქანას, გადასცემდნენ მანქანას ინტერპოლს, რომელსაც პატრონი ვეღარ არ ყავდა თუ დაკარგული პატრონი ერქვა, ესე ანუ დიდი ხანი იყო გასული დაღარეთ და სახელმწიფო ბალანსზე გადადიოდა. ასეთი ერთადერთი ფაქტი არსებობს ბუნებაში, როდესაც მე მაშინდელი ჩემი ქმრის მანქანაში ვიჯექი და ის იყო ჩამოთმეული და სახელმწიფო ბალანსი აყვანილი. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეატრულუკიანი დარწმუნებულია, რომ კომისია ნაციონალური მოძრაობის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უკანონო საქმიანობაზე მნიშვნელოვან დასკვნას დადებს, რაც მისი თქმით ვივამეთში მყოფი ყოფილი პრეზიდენტისთვის განაჩენიც იქნება. ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივამეთში მუშაობს მუმიად. ეს კრიმინალი, რომელმაც გაუბედურა ჩვენი ქვეყანა, სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი. ისტორიაში შევა როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი. მისი ადგილი არის საკანში. დროებითი საგამოძიებო კომისია განახლებული დღის წესრიგით მუშაობას ხვალიდან გააგრძელებს. კონკრეტული პირების გამოკითხვების დასრულების შემდეგ კი 2003 წლიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაზე დასკვნას და კონკრეტულ რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელსაც მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე დაამტკიცებს და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გადაუგზავნის.